საღამო მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ქრონიკა ცხრიის ნახევარზე სტუდიაში თქვენთვის ლიკა ტურიაშვილი მუშაობს. რუსთავში პროექტის აწარმოეს საქართველოში ფარგლებში დაფუძნებული კიდევ ერთი ქარხანა ამოქმედდა. აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და მერებს დავით ჯიქია და დავით ნარმანია შეხვდნენ. რუსთავში პროექტის აწარმოეს საქართველოში ფარგლებში დაფუძნებული კიდევ ერთი ქარხანა ამოქმედდა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება იბერია სტილი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ დაათვალიერეს. რას აწარმოებს ქარხანა და რამდენი ადამიანია დასაქმებული ადგილზე, ნახეთ თამარ ლოლაძის სიუჟეტში. იბერია სტილი ერთ-ერთია იმ საწარმოებს შორის, რომელიც პროექტის აწარმოეს საქართველოს ფარგლებში დაფუძნდა. კომპანიაზე $1,500,000 ამერიკული დოლარის ღირებულების სესხია გაცემული. პროგრამის მიხედვით პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს საქართველოს მეწარმოების განვითარების სააგენტო დააფინანსებს. ეს კომპანია უშვებს კონკურენტუნარიან ნაწარმს, რომელიც ადგილობრივადაც იყიდება და ასევე ექსპორტზეც აპირებენ გატანას ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რაც ასევე ძალიან სასიხარულოა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ის ჩარხები და მანქანა დანადგარები, რომლითაც კომპანია მუშაობს, უმეტესი მათგანი ადგილობრივად მზადდება. ეს ქარხნები თავის დროზე იყო დახურულები, რაღაც პერიოდის განმავლობაში დიდი ნაწილი დაიშალა და ფაქტიურად ხელთავიდან იწყება მათი აღდგენა, რაღაცა მონაკვეთებად ხდება, მაგრამ ძალიან კარგია, იმიტომ რომ თითოეული ესეც აწარმოს ამუშავება იწვევს იმას, რომ სადღაც 100-150 ადამიანი საქმდება და ესეთი მობილური ტიპის საწარმოები საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, უფრო მოქნილი იქნება ზოგადად საწარმოები. ეს ერთი და გარდა ამისა ადგილობრივი კადრი დასაქმდება. საკმაოდ კარგი პროექტია, სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება. პროცენტს არ იხდიან, ნულოვანი პროცენტია, იმიტომ რომ იმ 10%-ს, რომელიც დაედო ამ კრედიტის გაცემის დროს იხდის სახელმწიფო და ნულოვანი კრედიტი აქვს პრაქტიკულად ამ ბიზნესმენს, რომელმაც აქ დაიწყო საქმიანობა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ეხლა 108 ადამიანი არის დასაქმებული ამ რკინის ჩამოსასხმელ საამქროებში და იგეგმება განვითარება კიდევ უფრო მეტად. კომპანია იბერია სტილი, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაარსდა, სამშენებლო მასალებს აწარმოებს. ადგილზე ამ ეტაპზე 108 ადამიანია დასაქმებული. სამოავლოდ კი იბერია სტილის ხელმძღვანელობა საწარმოს გაფართოებას და ახალი ტექნიკის შეძენას გეგმავს. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია $1,200,000-ია. მეწარმეები ძალიან არიან კმაყოფილნი იმის გამო, რომ 2 წელი ეს საწარმო ფაქტობრივად იქნება გათავისუფლებული და სახელმწიფო შეეხიდება იმ სესხის დაფარვაში, რომელიც მიიღო მან $1,500,000. 2015 წლის ნოემბრის თვეში საწარმოს სრული ამოქმედების შემთხვევაში კიდევ 50-მდე თანამშრომელი დაემატება, ეს ერთობლიობაში შექმნის სადღაც 160-170 სამუშაო ადგილს. ეს არის მნიშვნელოვანი და ქვეყნის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი აწარმოეს საქართველოს ფარგლებში. გეგმავთ პერსპექტივაში მეორე სამქროს გაშვებას კიდევ კუთხოვანისა და შველერის წარმოება საქართველოში არ არის და არ ყოფილა ჯერჯერობით და იქ უკვე დასაქმდება ალბათ 1-30 კაცი კიდევ პირველ ეტაპზე. საწარმოს სრული დატვირთვით მუშაობას მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყებს. წარმოებული პროდუქციის რეალიზება ადგილობრივი ბაზრის გარდა სომხეთსა და აზერბაიჯანში მოხდება. ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ იბერია სტილში 160 ადამიანი დასაქმდება. დღეს თბილისში სასტუმრო ჰოლიდეი ინში აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და მერებს რუსთავის მერი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია და თბილისის მერი დავით ნარმანია შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თვითმმართველობების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. აღნიშნული შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის გუბერნატორებთან, გამგებლებსა და მერებთან შეხვედრის დროს მიიღეს. ანალოგიური სახის შეხვედრა გასულ კვირას ქუთაისშიც გაიმართა. დღევანდელ შეხვედრას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ესწრებოდა. პირველი შეხვედრა ჰქონდა ერთი კვირის წინ დასავლეთ საქართველოში, ან ნალას ფორმატით თბილისის დედაქალაქის მერი და ან ნალას პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მე დაგვევალა რომ გავარკვევთ რა სიტუაცია ზოგადად მუნიციპალიტეტებში, რა პრობლემები გვაქვს, რა საკანონმდებლო ცვლილებები შეიძლება დაჭირდეს მუნიციპალიტეტს რადგან მოხდეს რაღაც საკითხების მორგება ზოგადად. აქედან გამომდინარე პირველი შეხვედრა იყო ერთი კვირის წინ რაღაც საკითხები გამოიკვეთა. დღევანდელი შეხვედრა იქნება აღმოსავლეთ საქართველოს გამგებლებისთვის.
აქაც გამოიკვეთება საკითხები, რა პრობლემებია ზოგადად, ამის შემდგომ მოხდება მათ დამუშავება. ეს არის მეორე შეხვედრა, რომელიც ქუთაისის შეხვედრის შემდგომ ტარდება აღმოსავლეთ საქართველოში ბაზირებული მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა საკანონმდებლო და პროცედურული ასე ვთქვათ, ხარვეზები არის კანონმდებლობაში, რომელიც გასასწორებელია იმისათვის, რომ უფრო ქმედითი და ეფექტიანი გახდეს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა და სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც უნდა აისახოს საზოგადოებისთვის მისაწოდებელი სერვისების ეფექტიანობაზე. რუსთავის ბაგაბაღებში რეგისტრაციის მორიგი ეტაპი დასრულდა. ბაგაბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის გიორგი მაღლაფერიძის განცხადებით, 63 ვაკანტურ ადგილზე მსურველთა ჩარიცხვის პროცესი წარმატებით განხორციელდა. ამ დროისთვის ყველა ვაკანტური ადგილი შევსებულია. სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადება ასევე იმ ბავშვების მშობლების საყურადღებოთაც გააკეთა, რომლებსაც 2 წელი სასწავლო წლის მიმდინარეობის პროცესში შეუსრულდათ. რეგისტრაციამ ჩაიარა ყოველგვარი შეფერხების გარეშე 2046 კონკურენტული დაკავშირება დაფიქსირდა ამ 63 ადგილზე. ვისი ბავშვები ცოტა ხნის წინ გახდნენ 2 წელი. თქვენი შვილები მომავალ სასწავლო წლისთვის ასევე იქნებიან ბაგის ასაკი. შესაბამისად, რომც მოგეხერხებინათ ჩარიცხვა ეხლა ბაღში, მომავალ წელს მათ ისევ მოუწევდა ჯგუფის შესვლა, რაც ნაკლებად სასურველია. უფასო სამედიცინო გამოკვლევებით მანიში მთელი დღის განმავლობაში მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს სამედიცინო გასინჯვის მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის ლოგომედის ექიმები უტარებდნენ. კონსულტაციებს მოზარდების მშობლებს პარალელურად ფსიქოლოგთა ჯგუფიც უწევდა. სამედიცინო აქცია ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება, რომლის მიზანიც პრობლემების გამოვლენა და მათი დროული დიაგნოსტირება. სამედიცინო გამოკვლევებს პირადად აკვირდებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი. სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით აქცია უკვე ჩატარდა რუსთავსა და გარდაბანში. წინა ეტაპზე ხდება ბავშვების დაავადებების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და დანიშნულების მიცემა. ფაქტობრივად თითქმის 80%-ს დაავადებული ბავშვებისას მოვიცავთ. დანარჩენები ახლა ზოგიერთი ავად იყო, ზოგი შორეული სოფლიდან იყო და იქიდან ვერ ჩამოვიდა, მაგრამ ეს ჩვენი გასვლითი ღონისძიებები გაგრძელდება. ძირითადად სასის პათოლოგიები იყო. იყო რამდენიმე ლოგონევროზის შემთხვევა და 2 საიჭო შემთხვევა აუტიზმისა და მშობლებსაც მიეცათ ეს შესაბამისი რეკომენდაციები, რადგან ეს ეჭვი გადამოწმდეს და საფუძვლიანი დასკვნები დაიდოს. პირველად მოვიყვანე ბავშვი, პრობლემა ჰქონდა ლაპარაკთან დაკავშირებით და რა ვიცი, ალბათ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. 4 კილომეტრის სიგრძის გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დაათვალიერა. რეაბილიტაციის დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტ-ბეტონის საფარი პრაქტიკულად აღარ არსებობდა. სამუშაოების ღირებულებამ კი 625.215 ლარი შეადგინა. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა. ადგილზე 30-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, მათგან უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ მუხროვანში ასრულებენ შიდაგზების რეაბილიტაციას. პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 600.000 ლარია. უნდა აღინიშნოს, რომ 25 წელზე მეტია აღნიშნულ სოფელში გზის რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. პოლონეთში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეზერვუარი შეიცვლება და ტერიტორიაზე არსებულ კომუნიკაციებს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. პროექტით 13 საცხოვრებელი კორპუსის გამრიცხველიანებასა და ტანძია-ბოლნისის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციაც ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ 10 საათიანი გრაფიკის ნაცვლად მოსახლეობა წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. პროექტი 2016 წელს დასრულდება. როგორც იქნა, ესეთი კარგი პროექტი ხორციელდება, თან ძალიან სწრაფად. ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი ამ ქალაქისთვის, ამ ხარის განვითარებისთვის. ქალაქის 60% წყალმომარაგების ქსელი მთლიანად იქნება რეაბილიტირებული. ეს არის 42 კილომეტრი მოცულობის სამუშაოები. ამასთან ერთად დამატებული იქნება 2 რეზერვუარის შეკეთება.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივსაცემად დღეს რუსთავში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ფონდი მეოხი 2004-ის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც დევნილი ასევე სოციალურად დაუცველი სტატუსი აქვს, სპეციალური საჩუქრები გადასცეს. ფონდის ორგანიზებით ასევე კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა შემოქმედებითი სანახაობა ენახათ. ღონისძიების მსვლელობისას ასევე გაიხსენეს ის მებრძოლები, რომელთა სიცოცხლეც საქართველოს მთლიანობას შეეწირა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების შემწეობის ფონდმა დღეს ჩაატარა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთში და სამაშაბლოში დაღუპულ მებრძოლებს, გმირებს. აქ მოწვეული ყავდა სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდები, რომლებიც არიან დევნილები აფხაზეთიდან, რომლებიც არიან სამაშაბლოდან და არიან ვეტერანი შვილები თვითონ რუსთავიდან. არიან კიდე დაღუპული გმირების შვილები, რომლებიც ესწრებოდნენ ამ ყველაფერს. რუსთავში ფონდმა საქმიანი და წარმატებული ქალები ინკლუზიური განათლებისთვის საინიციატივო ჯგუფი დააფუძნა, რომელშიც ქალაქში მოღვაწე წარმატებული მანდილოსნები გაერთიანდნენ. პირველი საქველმოქმედო საღამო დავით თათოშვილის დასახმარებლად გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს. ფონდის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევს. საქველმოქმედო ფონდის საინფორმაციო მხარდამჭერი ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანია. გვინდოდა რუსთაველი ქალბატონებით შემოგვერთებოდნენ. დღეს, ასე ვთქვათ, მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც შემოგვერთდნენ ქალბატონები და რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფერი ქველმოქმედებისთვის. ანუ ჩვენ ვეხმარებით ყველანი ერთად, როგორც შეგვიძლია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. 2015 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამები არის პრიორიტეტული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი და მსგავსი ფონდები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, ეხმარებიან ვერ გაჭირებულ ადამიანს. დიდი მადლობა ამ ფონდის დაფუძნებლებისთვის და მე მინდა რომ ყველა ადამიანი ხარში ამოუდგეთ. ვესალმები ყველა ესეთი ფონდის დაფუძნებას, იმიტომ რომ ერთი ადამიანი ვერ შეუძლებთ 100-1000 ერთად რომ შევიკრიბებით, თითოეული მარცვალი თითოეულმა რომ ჩავდოთ, ძალიან ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ და დავეხმარებით. ქრონიკა ეთერში რამდენიმე წუთში სხვა სიახლეებით დაბრუნდება. რუსთავის ხარები ქუთაისის აიასთან დამარცხდა. სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს. რუსთავის ხარები ქუთაისის აიასთან დამარცხდა. შეხვედრა 13-17 აიას გამარჯვებით დასრულდა. თამაშით უკმაყოფილო იყო ხარების მთავარი მწვრთნელი ლევან გელაძე. შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილიც დაესწრო. მატჩის დასრულების შემდეგ ხარების ხელმძღვანელობამ მას სამახსოვროდ გუნდის ეკიპირება გადასცა. ბოლო წუთები მაინც ძალიან განსაკუთრებულად თავდადებულად ითამაშა გუნდმა. ფიქრობ რომ არის რაღაცა პრობლემები, მაინც ძნელია რომ ესე სულ ყოველთვის სტაბილურად ითამაშო. თუმცა გუნდი კარგ ფორმაშია, საინტერესო თვითონ არიან, თვითონ ინდივიდუალურად კარგად მომზადებული არიან და ფიქრობ რომ უახლოეს ხანში რუსთაველებს გაგვახარებენ. ბრძოლა იყო, ცოტა არ გაგვიმართლა იმდენი ჯარიმა ავაცილეთ, მაშინ სხვა შედეგი იქნებოდა, სხვანაირი მდგომარეობა იქნებოდა. მაგრამ ერთი არის რა, რომ მეოთხე გუნდია უკვე, რომელიც აი რაც ყველაზე დიდი კოზირი გვაქვს, შერკინებით არ გვეთამაშება. ხარებისა და აიას თამაშს რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის ბენეფიციარებიც დაესწრნენ. მათი ტრანსპორტირება და თამაშზე დასწრება რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრმა, სპორტის ქომაგთა კავშირმა და ჩოხოსანთა საზოგადოებამ უზრუნველყო. ჩოხოსნებმა ბენეფიციარებს კბილეულიც გადასცეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას ახალგაზრდობის ცენტრი მომავალშიც უზრუნველყოფს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალაქის ხელმძღვანელობას და ქალაქის მერს ბატონ დავით ჯიქიას, ამიტომ მან გამოგვიყო მუნიციპალური ტრანსპორტი, დაგვეხმარა ამ ბავშვების ტრანსპორტირებაში. მსგავს ღონისძიებებს მიეცემა მუდმივი სახე და ყველა ღონისძიებაზე მაქსიმალურად სპორტული იქნება, სხვადასხვა კულტურული სახის ღონისძიებები, აბსოლუტურად ყველა ღონისძიებას დავაპატიჟებთ ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. რუსთავის სპორტის ქომაგთა კავშირის ინიციატივით რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის და ჩოხოსანთა საზოგადოების ძალიან აქტიური მხარდაჭერით, ასევე ბატონი დავით ჯიქიას პატრონაჟით დღეს ვაწყობთ უკვე მასიურ აქციას და შეზღუდული შესაძლებლობის პირების მიყვავს რაგბის მატჩზე საგუშემატკივროდ. ჩოხოსანთა საზოგადოებაც ვერთვებით დღევანდელ აქციაში და ჩვენი მხრიდან ქველმოქმედებას გავწევთ, ასე რომ ვთქვათ და ასევე დაუდგებით ჩვენ რუსთავის გუნდს უგველის შემატკივრად.
დაკავება მარნეულის მუნიციპალიტეტში სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 4 აბი ტრამადოლი და 11 შეკვრად დაფასოვებული ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული, რომელშიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ჰეროინს შეიცავდა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ის ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში ერთი პირი დავაკავეთ, რომლის პირადი ჩხრეკისას 4 აბი ტრამადოლი და 11 შეკვრად დაფასოვებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოვიღეთ. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ძლიერი მიწისძვრა პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროზე ტერიტორიაზე 7.7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სანაპიროდან 55 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ახლა კი იქ ცუნამის საფრთხეა. ანტისამთავრობო პროტესტი ბრიუსელში, ქუჩებში საჯარო სექტორში დასაქმებულები გამოვიდნენ. 150-მდე კორპორაციის გაერთიანება ქალაქის ცენტრში საჯარო სექტორში დასაქმებულების შემცირებას აპროტესტებდა. ახალი კანონის მიხედვით აღნიშნული მიმართულებით 20,000-მდე ადამიანის სამსახურიდან გაშვება იგეგმება. საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში ექს-პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. წინასწარი შედეგების მიხედვით სარკოზის პარტია ადგილობრივ საბჭოებში 65 ადგილს დაიკავებს. მმართველი სოციალისტური პარტია კი წინა არჩევნებთან შედარებით 30 ადგილით ნაკლებს დაიკავებს. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ამომრჩეველებმა ამ არჩევნებით მისი შემცვლელის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პოლიტიკა მასობრივად უარყო. ახლა კი ნახოთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში ნავარაუდევია დღისით +8 ღამით 0 გრადუსი, თეთრი წყაროში დღისით 8 გრადუსამდე გათბება, ჰაერი ღამით 2-მდე დაიწევს. ტემპერატურა რაც შეეხება დმანისს, აქ დღისით 6 ღამით -2 გრადუსი იქნება, ბოლოში დაფიქსირდება დღისით 10 ღამით 2 გრადუსი სითბო. მარნეულში დღისით +11 ღამით +6 გრადუსი იქნება, თბილისში მოსალოდნელია დღისით 12 ღამით 4 გრადუსი სითბო. გარდამაში დაფიქსირდება დღისით 12 ღამით 5 გრადუსი, ხოლო ჩვენს ქალაქში დღისით 12 ღამით 5 გრადუსი სითბოს ვარაუდობენ. მე შეგახსენებთ, რომ 21 საათსა და 30 წუთზე ქვემო ქართლის ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გადაცემა არტურს თავი დაიწყება, ასე რომ დარჩით ჩვენს არხზე. ქრონიკა კი დღეს ამით დასრულებულია. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გეფრთხილებით.